სასწორებისთვის ეს არის მესამე სახლი. მესამე სახლი ჩვენთან დები ძმები არის, მოკლე მოგზაურობები, მანქანა, სხვადასხვა მანქანის ტარებან გადაადგილებები, ტრანსპორტი ზოგადად. ურთიერთობები, კომუნიკაცია, სწავლა, აი უშუალოდ რაღაც ტრენინგზე რომ ვესწრებით და ვსწავლობთ მაგალითად. ან რაღაც, უცხოენების სწავლა დავიწყეთ მაგალითად, ხო? ამ სფეროებში გადაადგილებები, კომუნიკაცია, დები, ძმები, მთავარი გამოწვევა მეზობლები, ასევე მესამე სახლი არის ჩვენთან, ურთიერთობები ზოგადად მთავარი გამოწვევა ხდება. ეხლა მარტივად რო გითხრათ, ზოგიერთი სასწორისთვის ეს იქნება ძალიან გააქტიურებული მესიჯები, ვიღაცები კონტაქტზე გამოდიან აქტიურად. ოღონდ როგორ იცით ლილიტმა, აი უცებ რო დაძრავს რაღაცას, იქ ვიღაცა მოგწერს, ვიღაცები გამოჩნდებიან, ზოგთან პირადი ურთიერთობები შეიძლება დაიძრას, მაგალითად მიმოწერით ან სოციალური ქსელებით. ზოგთან შეიძლება იყოს ურთიერთობები, მაგალითად ახალი ურთიერთობების დაწყება, ან მიმოწერები ასევე, ან იქ რაღაცების ახალი სწავლა მაგალითად და ნათესავებთან ურთიერთობები მაგალითად აი ამ პერიოდში სასწავლებელი ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. დებთან, ძმებთან შეიძლება გაურთულდეთ ურთიერთობა. ან იყოს ფეიკი. ძალიან კარგად მიდიოდეს ყველაფერი და უცებ რაღაც ისეთი მოხდეს, რომ იყოს ცოტა ემოციურად ტრავმული. ან ისეთი დაფარული რაღაცები ამოტივტივდეს, რომელიც მაინც არ იქნება სასიამოვნო. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ნათესავებთან. ან შეიძლება თვითონ რაღაცა გითხრათ ვიქარან სანთესავში ან დაძმებში, ან პირიქით მათთან იყოს რაღაც პრობლემა, რაღაც გულის წყვეტა, რაღაც ისეთი ტრამვულიც შეიძლება იყოს, გზებზე ფრთხილად უნდა იყვნენ, გადაადგილებებში ფრთხილად უნდა იყვნენ, ასევე შეიძლება გამოჩნდეს ისეთი ნათესავი მაგალითად, ან ისეთი ურთიერთობები, რომელიც მერე პრობლემები უფრო შექმნას, ან ჩრდილოვანი მხარე დაგვანახოს ჩვენი ნათესავი, რომელიც ჯგუას გვასწავლის მაგალითად, ხო? ან მე მომინდება რომელიღაც, აი ვინმე გზაზე დავაყენო. მაგალითად. და იმხელა ენერგია ჩავდა და საბოლოო ჯამში არაფერი არ გამომივიდეს. ან რაღაცის სწავლა დავიწყო, ან პირიქით მივატოვო რაღაცის სწავლა, ხო? რომ ეს მე არ მჭირდება და მე აღმოჩნდეს, რომ მე მგონი შეცდომა დაუშვი მაინც, ხო? ესეთ რაღაცებიც ის მესამე სახლმა. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, აი ვთქვათ, მანქანის გამოცვლა უნდათ, მანქანის ყიდვა უნდათ, აი გადაადგილების, ტრანსპორტის თემები არის მესამე სახლი, დოკუმენტების გაფორმება იქნება ეს, რაღაც აი საბუთებთან დაკავშირებული თემები იქნება, უნდა გადაამოწმონ რამდენჯერმე. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ჭორებთან, ინტრიგებთან და შეიძლება ისეთი თქვან, რომელიც მათ წინააღმდეგ იყოს მიმართული, იქნება ეს სამსახურში მაგალითად, იქნება სანათესავში, შეიძლება უცებ ისეთი კონფლიქტში ისეთი რაღაცები თქვან, რომელმაც დაასრულოს ურთიერთობას. ან ისეთი ინფორმაცია გათქვან, რომელიც მათთვის პრობლემა იყოს.